შეეხება არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი დიასამიძემ არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა მხოლოდ 22.75% მხარდაჭერა მოიპოვა. ეს არ იყო მარცხი, აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიციური პარტიის მერობის უკვე ყოფილი კანდიდატი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი დიასამიძის შეფასებით, იმიტომ არ მივიდა არჩევნებზე, რომ დაპირებების აღარ ჯერათ. საზოგადოების განწყობის დასადგენად გიორგი დიასამიძე სოციოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვს. დღესვე დიასამიძე მერიაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ახლად არჩეული მერის პირველი განცხადება შეაფასა. ადამიანების სამსახურიდან გაშვება დაიწყებოდა მასიურად, მაგას სამწუხაროდ წინასწარ მეტყოლებდი მე თავის დროზე. მარცხი ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით, როცა ორჯერ ზედიზედ შენს ქალაქში ამდენი 1000 ადამიანი გაძლევს ხმას, მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება და ზოგადად რაც მოხდა, ეს არის გეუბნებით ძალიან დიდი პატივი.